გამარჯობა, მოგესალმებით, ძალიან დიდი ხანია აღარ ჩაგვიწერია ვიდეო, მოგვენატრა ეს ყველაფერი. დღეს წამოვედით ერთდღიან ლაშქრობაზე და პატარა ვიდეო კოლაჟს გავაკეთებთ. ვართ გუდამაყრის ხეობაში, სოფელ თორელაანთან. თორელაანიდან მივდივართ სოფელ ფახვიჯამდე, ხო მაგარი სახელია ფახვიჯი. ძველი ბილიკებით ავდივართ 2000 მეტრზე, სადაც აი შუა ქედზე უნდა დაგხვდეს ძველი ციხის ნანგრევები, მახვილოს ციხის ნანგრევები. შევხედავთ სიტუაციას, ცოტას ალპურ ზონაშიც გავისეირნებთ და წესით საღამოსთვის დავბრუნდებით. ეხლა აქ ჩვენ მცირე შესვენება მოვაწყეთ, ისეთი ადგილია ეს გუდამაყარში, როცა მიდიხარ, ამ ადგილს ვერაცდები. უგემრიელესი წყალი მოდის, სხვა დროსაც ხშირად ვჩერდებით ხოლმე აქ წყალს ვივსებთ. ჩაი ხო გინდათ? და ამ ადგილს იცნობთ, რითი გზასთან ახლოს არის ვლადიმერ ივანესძე ბექაურის ინჟინერი კაცის ძეგლი. არა და პირველად რომ შევხედე, მეგონა რომ აქაც სტალინის ძეგლი დაუდგავთ თქო, მაგრამ ახლოს რომ მივედი, ინჟინერი კაცის ძეგლი იყო და გამიხარდა. აქ ეხლა შევისვენებთ ცოტას, წავალთ მერე, მანქანას დავტოვებთ ფახვიჯთან და დავიწყებთ ფეხის სიარულს და გზიდანაც პატარ-პატარა ჩართვები გვექნება. მივათრევთ ამ ხელა დრონს. იმას შეხედე. ეხლა ზედა სოფლისკენ ავდივართ და საკმაოდ კარგი სატყეო გზა შეგხვდა, რომელიც თანაბრად გვაკრეფინებს სიმაღლეს. ზოგადად თაში როცა დადიხართ, ეგრე ჯობია, რომ თუ ორი გზა არის უფრო ციცაბო და მოკლე, მაგრამ მეორე უფრო ნაკლებად დამრეცი და გრძელი, ყოველთვის ჯობია, რომ ცოტა მეტი გაიარო და ნელ-ნელა აკრიფო სიმაღლე, ვიდრე შეასკდე, რადგან ეგრე უფრო მეტ ენერგიას ხარჯავ. ნახე რა სილამაზეა რა. გინდა რომ ყველა მთაზე იყო ნამყოფი. ეგრე არის. ნახე? ამის ფესვი იჭმევა და არის ტკბილეული. შაქარია, ხო, ბუნებრივი შაქარი. იმდენად სპეციფიურია, რომ არაფერს არ გავს. ისეთი გემი. და რაში გამოიყენება? ციტკბილას გავს. ბავშვობაში ჭამდნენ ისა ბავშვები, რომელიც თაობასაც არ ქონდა კამფეტი და შაქარი ენატრებოდა. ეს იცი რა გემრიელია. მადლობა ბუბუ, არა? ნესტიანი მზეს უმზირა რა. არა, ტკბილია ძალიან. ვილი ვონკას რო ენახა, შეიძლება რამე გამოეყვანა ამისგან. რა? ძალიან ცუდი არ არის. ან ძირწვილა იყო, როცა საჭმელი კამფეტი ჩვეულებრივ მაღაზიაში არ იყიდებოდა, იმდროინდელი ბავშვების საყვარელი ტკბილეული. შუა საუკუნეებში. შაქარ შეიცავს ბუნებრივ. ეს რა სოფელია? ეგ არის ფახვიჯი. ეგეთ ფახვიჯი არის და ზემოთაც ფახვიჯი არის. ეტყობა ზემო ფახვიჯი და ქვემო ფახვიჯი. 12-ის ნახევარია იმ სახში მზე არ ამოსულა. აი ასეთი ბილიკით, რომელიც თანაბრად მიდის, ვერტიკალში სიმაღლეს ყოვლად უმკივნეულად. არა და პირდაპირ ამოსულიყავით, მანძილი მოკლე იქნებოდა, მაგრამ მთელი დღის ენერგიას შევალევდით. იქ გახედეთ იქო, იმთას უსახელო მწვერვალია ბაკურ ხევის ზემოთ არის, ეგ საკერპო არის მან და მაგაზეც ნამყოფი ვართ. ერთ დღეში ავედით, ჩამოვედით. მაგის უკან არის მერე ჭაუხები. ნოემბრის ხალხი რო შევიკრიბეთ, მაგის თქმა მინდოდა. რატო ყველა ნოემბერში ვარ დაბადებული? 23, 30. ანუ ესეთი ლამაზი ხედი ბევრ სოფელს არ აქვს რა. სასწაული გარემოა, უმარტივესად მოსასვლელია, სასეირნო ოჯახითაც რო წამოხვალ. შვენიერი გზა მოდის და ხედებია სასწაული. ეს არის ესე იგი მთავარი სალოცავი, ძველი. ალბათ ხატი იყო აქ, ადგილის დედა. ბევრი ნაგავი ყრია სამწუხაროდ. თუ ამ ადგილს პატივს ცემ, ნაგავი რანაირად უნდა დატოვო. რა მნიშვნელობა აქვს, მოსული ხარ, ადგილობრივი ხარ. მათ შორის სალოცავზეც მიწყობილია ცარიელი ბოცები და რა დანიშნულება აქვს მაგ ცარიელ ბოცებს, არც ეგ არ ვიცი. აჰა, როგორც ვივარაუდეთ, ნანგრევები დაგხვდა, ერთი დიდი სახლია აშენებული. ძალიან დიდი სახლია რა. პირი რო სამხრეთისკენ აქვს მიქცეული, კაკალი, ტყემალი, ცხალი, ხილი ქონდათ, წყაროსაც გამოიყვანდნენ. ესეთი რამე პირველად ნახე, ხეზე არის ძროხა ჩამოკიდებული, შეხედე. ვაიმე. რავია, ბა, თან დანომრილი არის, ანუ ნახე ნომერი აქვს ძროხას და ესეთი რაღაცა. ნადირისთვის არის გაკეთებული. ნახე, აქ არის ტროსი გაფენილი. სავარაუდოდ ეს ძროხა ნადირმა დაგლიჯან რაღაც მოხდა, მერე იმ ნადირის მისატყუებლად ზემოთ ჩამოკიდეს და ქვემოთ გააკეთეს ტროსით ხაფანგი რა. ამოხსნილი არის ხეზე შემოდებული ძროხის საიდუმლო, შერლოკ ჰოლმს, ფახვიჯი ედიშენი. ფახვიჯი დედუქცია. აჰა, ძველ ბილიკებს გამოუყევით, მაგრამ ნელ-ნელა გატყევებულა ძველი ბილიკები. ამიტომ საკმაოდ დამრეცზე ქედზე უნდა ავიდეთ, რომ
იქნებ იქ ნაკლებად დამრეცი და ნორმალური ადგილი ვიპოვოთ ასასვლელად. ხო, ჩამოსასვლელი ბილიკი უკეთესი გვაქვს. ნაპოვნი, მაგრამ გვინდა რომ აქეთაც დავზვეროთ. აი დამრეცზე მიუყვებით ახლა გაუკვალავზე. ქედზე რო ავიდეთ, იქაც ჯაგები არის, ამიტომ ესე წავიდეთ წინ და მე ვნახოთ რაღაცა იქნება. აი ძლივს ამოვფობ ხდი აქ. ანუ ფიზიკურად ძალიან ჩამოვრჩი რა. უნდა გავძლიერდეთ, თიკო. ენერჯი ბარი. ძველი ბილიკი მიდიოდა აქ. უბრალოდ ეთყობა აღარც ხვარი დადის, აღარც ხალხი დადის, ქვედა ბილიკიდან დადიან, ამიტომ ტყე წამოვიდა. პატარა წალდუნა რო გქონდეს, ერთ დღეში შეიძლება გაწმინდო, არა და ძალიან ლამაზი ბილიკი ესე. კლდეებში რომ მიდის, ულამაზესია. ამ ტყიდან ამოვედით, საკმაოდ ციცაბო იყო და თან მე მიჭირდა სიარული. მოკლედ, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, ამოვედით მახვილოს ციხეზე. ეს ციხე, ანუ რუკის მიხედვით, საქორის მთაზე არის აშენებული. 2100 მეტრზე ვართ ამოსული. თან სათვალთვალო კოშკი არ არის, ანუ ციხე არის ერთი გოდოლი არის მთავარი ნაწილი, აქეთ მეორე მიშენება, სადაც ალბათ მეციხოვნეები იყო, კიდე იქით გრძელდება, გაბატონებულ სიმაღლეზეა ფაქტობრივად ფასანაურიდან შემოსასვლელ ძირითად გუდამაყრის გზას უყურებს, აქეთ ფხიტურის უღელტეხილს უყურებს, უბრალოდ აქ ან საომრად ვინ უნდა ამოსულიყო, ან ეს ამხელა ციხე როგორ ააშენეს თავის დროზე. აი აქ არის ყველაზე კარგად შემორჩენილი ამ ციხის კედელი. ოჩაღა მარჯვენას ვინც ეს ააშენა. ხედები იშლება სასწაული რა, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო. აქეთ არის მთიულეთ გუდამაყრის წყალგამყოფი ქედი, ანუ მთიულეთის ქედი. მწვერვალები, აი ეს წიფორია, იქით საბადლო. აქეთ მხარეს გუდამაყრის ქედია. იქით ბაკურხევი, საკერპო, საჩალისმთა, ქიჭოლი, რავი, მთები არ გვიჭირს. წამო, ეხლა გავუყვეთ ქედზე და ალპურ ზონაში ვისეირნოთ. გლოვოს შაურმა. რო იძახით ინდოელებიო, ვერ აგნებენო. ჩვენივრად მოვიდა? მოვიდა თუ არა შაურმა? კარგია. გადაეცი. ყბა მკივა. მეორე ყბით რო ჭამო? მეორე ყბით, მაგრამ მაინც რო ვაღებ მკივა. ეს არის ის, როდესაც დავდივართ ბუნებაში. აი ამ უღელტეხილიდან ჭაუხების ხედი იქნება საოცარი რა. ესე იგი, როგორ იბადება ახალი მარშრუტების იდეა. ზუსტად ერთი კვირის წინ ვიყავით ქიჭოლის მთაზე აქეთ, გამოვხედეთ, ვა რა ლამაზი ადგილიაო, შევადგინე მარშრუტი, წამოვედით ერთი კვირის მერე, ეხლა მახვილოს ციხე ვნახეთ. ჩვენი მარშრუტის ყველაზე მაღალ წერტილზე ამოვედით 2200 მეტრზე ვარ ზღვის დონიდან. გავყურებთ ახლა ჭაუხებს აქედან, ტკბებით, კარგი ამინდით, კარგი ხედებით და ნუ სამომავლოდ მოგვივიდა იდეა, რომ აი აქ უნაგირაზე მანდაძრომაც კარგი იქნება და მაქედან ჭაუხები კიდევ უფრო ლამაზად გამოჩნდება, იმიტომ რომ პირდაპირ ხედვა გვექნება ჭაუხებზე. ასე რომ სახლში მივალთ ახლა და მაგ მარშრუტსაც დავამუშავებთ. ოღონდ ეგ სავარაუდოდ შემდეგი წლის თემაა. ეხლა ვეღარ მოესწრება. აი ამ ამბავში არის ეს პატარა ბინოკლი ძალიან გამოსადეგი. თიკო სავარაუდოდ ახლა ზუსტად არ ვიცი, აი ეს მთა რომ მორჩანს ვულკანივით. ეგ შეიძლება მეფის კალო იყოს. წავედით. ეხლა უკვე ბილიკზე დავდექით, ანუ ბილიკით, ოფიციალური ბილიკით ვეშვებით. წვერიდან რო წამოვედით, თავიდან ძალიან მაღალი ბალახი იყო, ეთყობა აღარ აძოვებენ. მაგრამ ეხლა უკვე ჩავალთ, აი ეგ ეთყობა, შეიძლება აქ სათიბიც იყო, ურმის გზაც იყო, ანუ დიდი ბილიკი ეთყობა და თანაბრად ჩავალთ ისევ ფახვი ჯიში. მარტივად ასვლა თუ გინდა, აი ეხლა ამ შვენიერ ბილიკს, აი ესე თანაბარ ბილიკს შეუყვები, მერე იქ სერპანტინებით ზიგზაგით ადიხარ. გადმოხვალ ესე გადმოატრავერსებ და მიხვალ იგივე ციხესთან სამჯერ უფრო მარტივად. უბრალოდ ჩვენ ახლა თან დაზვერვაც გამოგვივიდა, ცოტა გაუკვალავის გამოგვივიდა და საინტერესო იყო. და ამ ბილიკზე მოვდივართ აი ძალიან კომფორტულად. ეს სად მოაგროვე ამდენი? რავი, ხატში. მარტოა? ხატში, აი
როდის გადავგვარდით ესე ქართველებს როდის დაგვემართა ეს უბედურება რომ ხატში ამოდიან ქეიფობენ და ამდენ აგავს აი ბუჩქებში აქეთ იქით იყო მიყრილ მოყრილი რა სარეცხი საშუალებები ბოთლები რა ვიცი აი თამაში შაყარები როდესაც საშუალება არსებობს ხოლმე ვცდილობ რომ რა მარშრუტითაც ავდივარ სხვა მარშრუტით ჩამოვიდე რომ გარშემო არეალი მაქსიმალურად შევისწავლო ამ მიდგომამ დღეს ძალიან გაამართლა ვინაიდან უკან დასაშვები ბილიკი რაც ვიპოვეთ საცალფეხო ბილიკი უკიდურესად ლამაზია და ჩავდივართ ახლა უკვე მანქანასთან ფახვი ჯიში წავედით და ჩამოვედი 12 კილომეტრი გამოგვივიდა არ იყო რთული თუმცა არც მარტივი არ იყო ანუ გამოცდილი მოლაშქრისთვის დაახლოებით საშუალო სირთულის მარშრუტია თუ კი აქამდე გვიყურებთ და არ მოგბეზრდათ მოდი მაშინ უცებ გავიაროთ რა აღჭურვილობა მომაქვს ასეთ ერთდღიან გასვლაზე. ჯოხები აუცილებელია ესეთი დახრის მარშრუტზე. გვეხმარება როგორც ასვლაში, ისე ჩასვლაში. არანაკლებ შეიძლება უფრო მეტად საჭირო ნივთი არის GPS-ი. ამ ადგილზე და ზოგადად მარშრუტზე როცა დავდივარ, ხოლმე უმეტესწილად მივდივარ პირველად, ჩემი შედგენილი მარშრუტით და ზუსტად რომ მივყვე მარშრუტს, ამაში ყოველთვის მეხმარება GPS-ი. ჩვენი გეგმის მიხედვით არანაირად არ გვიწევს რომ ღამევიაროთ, თუმცა უსაფრთხოების კუთხით ნებისმიერ გასვლაზე, ნებისმიერ ერთდღიანზე ესეთი თავფანარი, ეს არის პეტზელის თავფანარი. იქიდან გამომდინარე რომ მარშრუტი არის ჩემთვის ახალი, მე არ მაქვს წარმოდგენა აქ წყალი დაგხვდება, არ დაგხვდება, რამდენი იქნება, როგორი წყალი იქნება, ამიტომ სითხის სახით, ესე იგი ლიტრ-ნახევარი წყალი და ნუ კეფირიც ფაქტობრივად სითხეში გადის, ანუ ფაქტობრივად 2 ლიტრი სითხე მაქვს წამოღებული, თუმცა ჯერჯერობით არ დამილევია. არ აქვს მნიშვნელობა როგორი ამინდია გამოცხადებული, ესეც სპეციალურ ჩასადებში საწვიმარი, გორტექსის ფენა. იმიტომ რომ მაღალმთაში როცა მიდიხარ, მით უმეტეს შემოდგომის სეზონზე, გაზაფხულზე სეზონს არც აქვს მნიშვნელობა, გორტექსის დამცავი ფენა ზედა აუცილებელი ნივთია და სეზონიდან გამომდინარე, მართალია დღეს ამინჩი ძალიან გაგვიმართლა, თუმცა აი ესე წყატოში ჩადებული, იმიტომ რომ არც ერთ შემთხვევაში არ დაგვისველდეს, მომაქვს ესეთი კაპიშონიანი ბუმბულის თბილი ქურთუკი. ეს 99% საერთოდ არ დამჭირდება, თუმცა ჩათვალეთ რომ ეს არის ჩემი დაზღვევა, რომ დაგვიღამდეს ღამის გათენება მოგვიწიოს, იმისთვის რომ არ შემცივდეს, ჩათვალეთ აქ ღამე ყინვა არის. იმიტომ რომ 2100 მეტრზე ვარ. ესეც ტანსაცმელი არის, ამდენი ტანსაცმელი სულ არ მჭირდება, ეხლა რომ დავდივარ, ან ეს თხელი საბაზისო ფენა მაცვია, ან საბაზისო ფენა და მაისური. მაგრამ ამით ვიზღვევ თავს. ასევე წამოღებული მაქვს ბაფი, თხელი ხელთათმანები და ნიღაბი. ეხლა პატარა ნივთებს განახებთ, უცებ ცეცხლის საკუთნო. არც ცეცხლის დანთებას არ ვაპირებთ დღეს, მაგრამ კიდევ ერთხელ უსაფრთხოების კუთხით, ვინაიდან მოვდივართ რთულ რელიეფზე, სიმაღლეა ზღვის დონიდან დიდი, ნებისმიერი მიზეზით რომ ვერ ჩავიდეთ დღეს და ღამის გათენება აქ მოგვიწიოს, თბილი ტანსაცმელი გასაგებია, თუმცა უნდა გქონდეს ცეცხლის დანთების საშუალება. ამიტომ ესეც მიუხედავად იმისა, რომ არ ვაპირებთ ცეცხლის დანთებას, მომაქვს თან. სათადარიგო ელემენტები GPS-ისთვის და ამ პარკში მაქვს თოკი და ხელსახოცები ჭეშმარიტი შემსუბუქებისთვის. ხო, ჩემი განუყოფელი ვიქტორინოქსის დანაც. აი ამაზე მეტი დანა მე ასეთ გასვლაზე არ მჭირდება, ამიტომ სუბუქად დავდივარ და ხელმისაწვდომ ადგილას მაქვს შენახული. მე მგონი ბოლოში გავედით, რაც შეეხება თვითონ ჩანთას, ეს არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ჩანთა, Camelback-ის ჩანთა არის 24 ლიტრიანი. აი ერთი ნივთი კიდე რაც დამავიწყდა მეჩვენებინა, ეს არის კომპაქტური ბინოკლი, ასეთ ადგილას, როდესაც ამოდიხარ, ამ ხედებით კიდე უფრო მეტად რომ დატკბე, ეს ბინოკლი საკმაოდ მოსახერხებელი და ისეთი კარგი ნივთია რა, აუცილებელი არ არის, მაგრამ კომფორტის ნივთია. როცა არც ისე რთული მარშრუტი არ არის, დამაქვს ხოლმე. წესით ასევე თან უნდა მქონდეს მე პირველი დახმარების პაკეტი ინდივიდუალური, მაგრამ ეგოისტურად ეხლა ხო ვიცოდი რომ ბუბუ წამოიღებდა ამ პაკეტს, მაგიტომ მე აღარ წამოვიღე, ვიზარმაცე და აი ამ ხელა უზარმაზარი ბრიტანული პირველი დახმარების პაკეტი აქვს ბუბუს წამოღებული და ბუბუს ხარჯზე ვართ წამოსული.
რაც შეეხება ეხლა საჭმელს, ხშირად არის ხოლმე ეს კითხვები, რომ ვაიმე რა წავიღოთ, რა ვიყიდოთ ის ანუ ესეთ გასვლებზე აბსოლუტურად არაფერი ფილოსოფია არ არის საჭირო. მოხარშული სოსისი, კვერცხი და პური გვაქვს წამოღებული. ანუ საჭმელზე აქ არ გაგვიმახვილებია ყურადღება, იმიტომ რომ ქვემოთ სადაც მანქანა დავტოვეთ, იქ ვისაუზმეთ დილით. აქ წამოვალთ, ეხლა აქ შევჭამთ შუა დღისას, ანუ ერთი ჭამა მარტო და საღამოს რო ჩავალთ ისევ მანქანასთან, იქ გვაქვს დატოვებული, ჩაისაც დავლევთ, კიდე ერთხელ შევჭამთ, ვივახშმებთ ასე ვთქვათ. ამიტომ ესეთ გასვლებზე, როდესაც ვიცით რომ მალევე დავბრუნდებით, საჭმელზე დიდ ყურადღებას საერთოდ არ ვამახვილებთ ხოლმე. იგივე ადგილას დავბრუნდით. საიდანაც დავიწყეთ, ისევ იქ დავბრუნდით, ისევ ჩაის ვადუღებთ, ვივახშმებთ და წავალთ თბილისში. რომელი საათია? ჯერ 7:30-ია, მაგრამ უკვე დაღამებულია ნოემბერში. ხოლოვანაში ყველიც არის? კი. ვის პანხის გემო არის? კი, ჭარხის გემოს არის.